თუ ყველაზე უიღბლო იღბლიან არქიტექტორ ტედ მოსბის დაუჯერებთ, არაფერი კარგი არ ხდება ღამის 2 საათის შემდეგ. ცხელგულზე მიღებული გადაწყვეტილებები, წარსულის ბოღმის განხრჩობა, ჭამის განხრჩობა, მაგრამ იცოდეთ, რომ სადღაც მსოფლიოში არსებობენ ადამიანები, ვისი ცხელგულზე მიღებული გადაწყვეტილებებიც გაცილებით უფრო ღირებულია ვიდრე შენი. მარანელოში მექანიკოსი ციულობს დასხმული იღვიძებს და არ ახსოვს ძრავზე ტურბინის სამაგრს კარგად გადაუჭირა თუ არა. ენსტონში დიდი ალბათობით ვიღაც ტიპი ვიღაცის გაგდების განცხადებას წერს. ოღონდ მერე თვითონაც გააგდებენ. არა იმიტომ, რომ თავისი დაკისრებულ საქმეს თუ დადასრულებს. უბრალოდ მზე იყო Red Bull-ის ურემში. თუ რაღაც ეგეთი არის. რომიდან ჩემს მიერ ჯორჯ რასელის ზიზღი ერთ დღეში არ დაბადებულა. ყველაფერი რაც ფორმულა 1-ში გვინახავს და ვნახავთ, დიდხნიანი შრომის შედეგია. ყველას გვიყვარს ისტორიები იმაზე თუ როგორ დაეწია გუნდური მუშაობით დომინანტ კონსტრუქტორს ერთი შეხედვით ჩემპიონობისთვის შეუსაბამო გუნდი. მილიმეტრების და მილიწამების მოგებებია ის ყველაფერი, რის გამოც ეს სპორტი ასე ძალიან გვიყვარს. უბრალოდ აქ ერთი პატარა პრობლემაა. ბორბალი ყოველთვის იგოროებს, მაგრამ სწორ ადგილას მიგიყვანს თუ არა, უმეტესწილად მხოლოდ ბოლოს ხდება ცნობილი. მაგალითად, დეველოპმენტში, მენეჯმენტში ან ლოჯისტიკაში გაპარული 10 მიკრო შეცდომა გუნდ შეიძლება მთლიანი რეგლამენტის ჩაგდებად და 9 მილიარდის ზარალად დაუჯდეს. ხოლო თუ ფიქრობთ, რომ ფორმულა 1-ში ყველაფერი ფულით მოგვარდება, იცოდეთ, რომ არსებობს ლოურენს სტროლი, რომელმაც საერთოდ ყველაფერი იყიდა, ნუ ალბათ მანამდე რომელიმე გზაჯვარედინზე სულის გაყიდა, მაგრამ ამ დეტალებს მე არ ჩაუღრმავდები. კაი, ნუ ასტონის საქარხნო გუნდი არაა, მაგრამ როგორ არა? მაგრამ ისეთი გუნდი, რომელსაც ავტომწარმოება, ლეგასი და ქარხანა აქვს, ხო უფრო არ გაუჭირდება ეს ყველაფერი. 2006 წლის მერე ვერა და ვერ მოbrუნდა ალპინი. რანაირად შეიძლება გუნდის ყველაზე დიდი პრობლემა არა სისწრაფე და ჭუჭყიანი ჰაერი, არამედ team building-ი იყოს. ფორმულა 1 რომ მიღწევების სპორტია, ამას ჩემი თქმა არ სჭირდება, მაგრამ დაღწევების რომ ბლომად გვაქვს და თან ამ ყველაფერზე ავლაპარაკობთ, ეგ გვაქვს აუცილებლად გამოსასწორებელი. უნებლიე შეცდომა ფრანგული სიტყვაა და ქართულად ბაგეტის ყუას ნიშნავს. არ გჯერათ, ხო? აი, ეგრე არ გჯერა არავის ალპინის. ალპინი, რომელიც გულშემატკივრებს უნდა ახსოვდეს როგორც ძველი რენო, ლოტუსი, ბენეტონი და ახლა მერსედესის ფრთის ქვეშ ოპერირებული სალობიე. მას შემდეგ რაც რენომ back-to-back ჩემპიონობა წამოიღო, საქმე იმის მერე კარგად აღარ წასულიათ. 2012-დან 15-მდე ლოტუსი ერქვათ. ხოლო მერე მფლობელობა გაკოტრდა და ისევ რენოს ხალხმა დაითხრია ფრენჩაიზი. რატო გაკოტრდა ალბათ იკითხავთ. თქვენ ალბათ არ იცით რომ კიმი რაიკონენი არა ზამთარი ჯერ. 2016 წელს სირილ აბიტებულის თაოსნობით გუნდმა დადო 5 წლიანი სამოქმედო გეგმა, რის მიხედვითაც ეტაპ-ეტაპ უნდა მოემატებინათ და 20-20-ში ჩემპიონები გამხდარიყვნენ. მართლა დაიწყეს ამ ყველაფრისთვის მზადება. პილოტებზე აგრესიული ნადირობა, ესტონში ქარხნის გაფართოება, თანამშრომლების რაოდენობა 400-დან 570-მდე გაზარდეს. უბრალოდ ამ პროექტის უდიდესი პრობლემა იყო ის, რომ გუნდს ბიუჯეტის ჭერის წესის გარეშე ეგონა რომ უკვე წინ გაფრენილ მერსედეს და ფერარის დაეწეოდა. საბოლოოდ კიდე სიტუაცია ისე დალაგდა, რომ დარჩენილებიდან საუკეთესოობაზე გაუხდათ საბრძოლველი. 2018 წელს გუნდი მე-4 ადგილზე გავიდა კონსტრუქტორების ჩემპიონატში. ანუ მე-4 ადგილი ძალიან მაგარია, მაგრამ მე-3 ადგილს 300 ქულით რო ჩამორჩები, მგონია რომ მან ყველაფერი დამთავრებული გაქვს. სამწუხაროდ თუ სამედნიეროდ სირილ და რენო ჩემნაირი დამნებებლები არ აღმოჩნდნენ და 2019 წელს სეზონის წინ ფორმულა 1-ის ნეიმარი დაიმატეს. დანიელ რიკიარდოს რენოში გადასვლა ძალიან გავდა იმ სიტუაციას სახლის აშენებამდე ფარდებს რო იყიდი. რენოს ყველაზე დიდი პრობლემა გახდა ძრავი, რომელსაც ფიზიკურად ვერაფერს უხერხებდნენ. არა და ერთი შეხედვით ასე ცუდიც არ იყო. Red Bull-მა ფეტელს ზედიზედ 4-ჯერ ჩემპიონის ტიტული სწორედ რენოს ძრავებით მოაგებინა, მაგრამ რაღაცნაირად თვითონ ვერ მოერგნენ თავიანთ შექმნილ საძალე მოწყობილობას. 2019-ში Red Bull-მა რიკიარდოს ზურგჩანთაში ჩაუდო რენოს ძრავები და ისე გაუშვა ყვითლებში. თვითონ კიდე ჰონდაზე გადავიდნენ. რა დონეზე არ უნდათ რენოს ძრავები წარმოიდგინეთ, რომ McLaren Honda-ს მაგალითის არსებობის მიუხედავად მაინც იაპონელები არჩიეს. გუნდის რეგრესი გაგრძელდა. 2019-ში მე-5 ადგილზე გავიდნენ და საკუთარ კლიენტ McLaren-თან წააგეს. ისე იცოდით McLaren-ს რენოს ძრავები რო ქონდა? 2020 წელი ნორმალური ჰქონდათ. პოდიუმებზე წავიდა რიკიარდო, მაგრამ პრობლემა ის იყო, რომ ამ დროისთვის უკვე მოგებებისთვის უნდა ებრძოლათ. პროექტი ჩავარდა. ის ტიპი კიდე ვიზეც უნდათ გუნდის შემოშენება, McLaren-თან გააფორმა კონტრაქტი. რენომ კიდე რებრენდინგი განიცადა და ალპინად გადაკეთდა. ალპინი თუ აქამდე მოგონილი სახელი გეგონათ, იცოდეთ რომ როგორც Toyota-ს ყავს Lexus-ი high class luxury სპორტულ ხაზად, აეგრე ყავს Renault-ს ალპინი. ერთგვარი რეკლამა იყო. საერთოდ არავინ არ გამოვა და იტყვის Renault Clio მინდაო. ნუ ეხლა მე Alpine A100-ის მოყვარულიც არ შემხედრია, მაგრამ მარკეტინგის არაა ჩემი ძლიერი მხარე. მოკლედ ფრანგული გუნდი მეორე დრო იბადება რას აკეთებს?
კი მრავალწლიან განვითარების გეგმას ხაზავს, რის მიხედვით უნდა გახდეს გუნდი ჩემპიონი. ოღონდ ამჯერად 5 წლიანი გეგმა ჩაანაცვლეს და 100 რბოლიანი დაარქვეს. ეს გეგმა კიდევ 2025-ში დასრულდა. ოღონდ ამ გეგმას დასაწყისიდან ვინც ლობირებდა, ეგ ხალხი გაცილებით ადრე დამთავრდა, ვიდრე რენოს ძრავი 4-ის ტემპერატურაზე. არანუ 2021-ში ჰოპიუმი კი გაიყნოსეს, ოკონმა უნგრეთი რო წამოიღო, მაგრამ ეგ იყო და ეგ. არსებობის დღიდან ალპინი არის ერთადერთი გუნდი, ვისაც მინიმუმ 1 კადრი მაინც ყავს შესული ნებისმიერ პოზიციაზე. რენოდან სირილის წასვლის მერე პირველი ექსპერიმენტი მოგვიგდეს. ლოგიკურად გუნდს რამდენი კაცი მართავს, ხო? 2 მაქსიმუმ. CEO და team პრინციპალი. ხშირ შემთხვევაში ეს 2 პოზიცია საერთოდ ერთ ადამიანს აქვს ჩაბარებული. რას იზამ თუ გეტყვით რომ ლორენ როსის ნადირიჟორები გუნდი თავკაცის პოზიციაზე 2 ადამიანით იყო წარმოდგენილი. განა ერთ კაცს 3 საქმე ვაკეთებინოთ. არა, 3 კაცი დავსვათ და ერთ საქმეზე ვატილაოთ. როსი ზემოდან უყურებდა პროცესს. დავიდებრივიო მენეჯმენტის მხარეს იყო, მარჩინ ბუტკოვსკი კიდე ტექნიკურ მხარეს აყომარებდა. ამ ორმა ერთმანეთის იდეებს ვერ გავითვალისწინებთო და ლორენ როსმა ორივე გააგდო. არა, ბრივიოს გააგდეს და ბუტკოვსკიც, უბრალოდ CEO-ც ზედ მიაყოლეს. ამის მერე ალან პროსტი გადარიეს და გუნდიდან გააქციეს. 4 გზის ჩემპიონი. ალპინმა მოდი ამჯერად სასიყვარულო სამკუთხედები 2 პერსონაჟი ჩავარნაცვლოსო და ოტმარ ზაფნაუერს გუნდი ჩააბარეს. უпроსად კიდე ფილიპ ყრიფი დაუსვეს. გონი ყველაფერი ნათქვამია, ხო? რომელი გუნდი გინახავთ ზაფნაუერის მერე გამოცოცხლებული. ჯერ იყო და Honda ჩააქვეს კნელა, მერე Force India Racing Point Aston Martin და 2023 წელს ბელგიის გრან-პრიზე წასვლამდე ზუმში უთხესო შემცირებაში მოყევიო. ოღონდ მარტო ოტმარი არ გაუგდიათ. სპორტული დირექტორი ალან პერმენიც ზედ დააყოლეს. 34 წლიანი სტაჟით ტიპი შუა სეზონიდან გააგდეს. თუ არ იცით, ალანი დღეს Racing Bulls-ის team პრინციპალია. ის სეზონი კიდე სტაჟირებით ბრუნო ფამინის ჩამთავრებინეს. ალპინში მე მგონი ვისაც უმუშავია ყველაზე ადეკვატური კაცი იყო ეს. მაგრამ სეზონის ბოლოს მოდი ვეკის პროექტი უნდა მოგახოდინოთო და იქ წაიყვანეს. ოღონდ ტყუილად დახურა ალპინმა გამძლეობის რბოლების პროგრამა. არ ვიცი, ალბათ იმიტომ რომ 24 საათი ფორმულა 2-ის ბოლიდის ძრავი გაუჩერებლად ვერ ივლიდა. 2024 სეზონის შუაში ოლივერ როუქს ჩააბარეს გუნდი. ყველაზე ახალგაზრდა team პრინციპალს ფორმულა 1-ის ისტორიაში. რთულად დაწყებული სეზონი კიდე ოუქსმა როგორც მეხუთე მანქანამ ისე დაასრულა. თავისი ბრაზილიის პოდიუმებით და ამბებით. უბრალოდ 2025 წლის სეზონის დასაწყისში გავიგეთ რომ დიმიტრი მაზეპის თურმე ფულს ათეთრებინებდა ოუქსების ოჯახი და სანამ გააგდებდნენ თვითონ წავიდა. ამ ყველაფრის მერე ხო შეიძლება ნორმალური ადამიანი მოეყვანათ გუნდში? არა. გუნდში მოვიდა ფლავიო ბრიატორი, ჯეფრის ფაილების ხშირი სტუმარი, ნაომი კემბელის გულის მყრობელი, საკუთარი ცოლშვილის გამშვილებელი, ხომარბაზობას დამოკიდებულების ჩამოსარიცხად დაწყებული კარიერა და რაც ყველაზე მთავარია ქრაშგეითი. რა და ამ გუნდს ადეკვატური უფროსი არ ეყოლება არასდროს. 6 წელია გუნდი არსებობს. ამდენი დაშვებული შეცდომა დეველოპმენტში, ამდენი ტექნიკური წუნი, ამდენი შეუთანხმებლობა, მაგრამ ალბათ ვერცერთი გულშემატკივარი ვერ აპატიებს იმას, რაც 2022 წელს ალპინმა გააკეთა. გუნდის აკადემია გავლილ ფორმულა 2-სამ გადაკესილი ოსკარ პიასტრი ემზადება მომდევნო სარეზერვო სეზონის დასაწყებად. ეს იმიტომ რომ მარად მწვანე ფერნანდო ალონსო არსად არაპირებს ასვლას. კაი, ოკეი, უცებ ფეტელი აკეთებს ინსტაგრამზე და გვეუბნება რომ მიდის. ლოურენს სტროლი ეგრევე ითანხმებს ალონსოს და უცებ ადგილი იჩნდება ალპინში. ლოგიკურად ხო რეზერვ პილოტის ზედმეტი ლაპარაკის გარეშე უნდა ჩაჯდეს თავისუფალ სკამში. ზუსტად ეგრე გვეგონა ყველას, ალპინსაც. და ეგრევე კარდი დააგდო რომ ოსკარ პიასტრი 2023 წლიდან ჩვენი დრაივერი იქნება და ოკონ შეუწყვილდებაო. 50 წუთში ოსკარ პიასტრი რეტვიტს უკეთებს ალპინის პოსტს და წერს რომ ჩემთვის არავის არაფერი არ უთქვამს და რომ ისოდეთ შემდეგ წელს ალპინში არ ვიქნებიო. როგორც აღმოჩნდა, პიასტრის გუნდი არაპირებდა კიდე ერთი წელი უკმად ყოფნას და ჩუმად მაკლარენთან აწარმოებდა მისი მენეჯერი მარკ ვებერი მოლაპარაკებებს. ზაფნაუერი გამოვიდა და თუ არ გინდათ, ეხა ნახეთ რა ვქნაო და გასლი დაიმატა ალფა ტაურიდან. არსებული პილოტი შეუწყვილა ადამიანს, რომელიც დასანახად ვერ იტანს მაგას. ზაფნაუერს გუნდს კი არა ტელეფონს არ მივანდობდი ფოტოს გადასაღებად. არანუ იმას კი არ ვამბობ, პიასტრი გასლიზე უკეთესი პილოტი ან ალპინში უკეთეს შედეგს დადებდა თქო. უბრალოდ ოკონთან პიერი რა მიაყვანინა. კაინო 23 სეზონი რაღაცნაირად იარის. პოდიუმებიც და ორივე პილოტს რბოლაშიც და სპრინტშიც. სეზონი მე-6-ზე დაამთავრეს, მაგრამ მთავარი გასაჭირი ჯერ კიდევ წინ იყო. იმ გეგმის მიხედვით 2024-ში აქტიურად პოდიუმებისთვის უნდა დაიწყოთ ბრძოლა. მეთერმანმა მემომანდეთ ეს საქმე და შედეგს დაგიდებთო. ალპინა 524-ს კიდევ ნორმალური მარტო საჭე ჰქონდა. სიღრმისეულად გაფუჭებული იყო მანქანა. ძრავის გამო სწორზე ნელი იყო, წონის გამო კიდე მუხრუჭი და მანევრი უჭირდა. რეგლამენტის ბოლო წინაწელს გუნდებს მანქანები იმ დონეზე ყავთ შესწავლილი, რომ ზუსტად მინიმალურ წონაზე ყავთ დასმულები. ამათმა კიდე 3 წლის მერე 10 კილოთი ზედმეტი მანქანა გამოიყვანეს. თავისი გაფუჭებული საქმის გამოსაკეთებლად კიდე საღებავია აფხიკეს მანქანას. გარდა სტაფის ქაოტური გაშვება მიღება ჩანაცვლებისა, არაადეკვატურად უცნაურად იქცეოდა მთლიანი რენო ალპინის კონცერნი. ტექნიკური ბაზა გუნდს ბრიტანეთში ენსტონში აქვს. ბაზა გაქვს, ქარხანა გაქვს,
ძრავს რატო აკეთებინებს სხვა ხალხს სხვა ქვეყანაში, რომელსაც ელემენტარული შენი სალაპარაკო ენაც არ ესმის. კი, ალპინის მანქანის ნახევარი ბრიტანეთში იწყობოდა, მეორე ნაწილი კიდე საფრანგეთში. ზუსტად ამის გამო გარბოდა მანქანის ერთი ნაწილი მარჯვნივ, მეორე კიდე მარცხნივ. ძრავის განყოფილება იძახდა სხვებზე მარტო 10 ცხენის ძალით ნაკლები გვაქვს და შასიშია პრობლემაო. რეალურად კიდე ეს მცირე დიდანაკლისი 20-25 ცხენის ძალა ყოფილა. კაი, ნუ გამოასწორებ ხო რაღაცას. ყველაფერს ეშველება გარდა ძრავისა რეგლამენტის ბოლოს. საქმე ისაა, რომ რეგულაციების ბოლო წლებში ძრავები იყინება, რაც იმას ნიშნავს, რომ წარმოებდეს ყველანაირი ცვლილების განხორციელება ეკრძალებათ. რენომ ვერ მოასწრო თავისი დეფიციტის აღმოფხვრა და შეერჩა ხელში მკვდარზე ვენოკი ძრავები. კაი, შეიძლება ძრავი ნელი იყოს, მაგრამ რაღაც ტრასებზე ხო შეიძლება მოერგო. ზოგან მართლა სწრაფი იყო ალპინი. უბრალოდ ერთი პატარა პრობლემა იყო. სადაც დადიოდნენ, იქ ძრავი ფეთქდებოდა. ფრანგები საერთოდ ყველანაირი მიზეზით გამოეთიშნენ რბოლას. ვიდეოს ტექსტის წერის მომენტში საერთოდ ყველა პრობლემა ჩამოვწერე 21-დან 25-მდე რაც ჰქონდათ, მაგრამ მე მივხვდი, რომ ყველა დაიკიდებდით და გადაახვევდით. 21-დან 25-ის ჩათვლით ალპის ჰქონდა ლეტალური 24 პრობლემა. მიკრო გადაცდომებს არც გეტყვით, მაგას საერთოდ ვერ მოთვლის. ანუ ჩათვალეთ, რომ ერთი სეზონი ერთ პილოტს საერთოდ არ უვლია. ამას დაუმატეთ ის ფაქტი, რომ ერთი პილოტი ესტებან ჩემი გუნდელი როგორ არ დავამტვრიო ოკონი იყო. 2023 წელს ავსტრალიის გრან-პრიზე, სადაც გუნდს ერთად იმდენი ქულის აღება შეეძლო მთელ სეზონში რო არა უღიათ, გასლიმ ისე გადაუჭრა ტრაექტორია ოკონს ქულების მაგრად სახში ზარალი წაიღეს. იგივე გააკეთა უნგრეთში ოკონმა. მონაკოში კიდე ესტებანმა თავის წასვლის კონტრაქტს მოაწერა ხელი. პორტიეში გვირაბზე ზემოდან გადავლა რომ მოინდომა. გუნდს მართლა ყელში ამოვიდა ის ფაქტი, რომ სეზონ ნახევარი ურთიერთობის დალაგებას მოუდნენ მანქანის გამოსწორების ნაცვლად. ამ ყველაფერმა კიდევ სერიოზული ფინანსური კრიზისი გამოიწვია გუნდში. ამის გაუნახებდა სეზონის ბოლოს შემოსავალი. ფული რო არ გაქვს, კიდე საქმე უფრო რთულდება. ნუ ასე იყო თუ ისე სასწაულებრივად 2024 წლის სეზონი ბოლომდე მიაგორეს და მე-6 ადგილზე დააფინიშეს. სწორედ აქ მიიღეს ყველაზე ბრუტალური და ჯერჯერობით ყველაზე გამართლებული გადაწყვეტილება. ალპინმა რენოს ძრავების ქარხანა დახურა და მერსედესის სამათხოვრო გუნდად გადაიქცა. ოღონდ ეს ყველაფერი 2026 წლიდან. ანუ გამოდის, რომ 2025 წელი უბრალოდ გასაძლები აქვთ გუნდს იმ ძრავებით, რომლის ქარხანას თვითონვე დახურეს. ფიზიკურად ანუ ალპინი ვერც ვერავის აგინებდა DNF-ზე. ქარხანა დახურეს ბიჭო. ზუსტად ეგ იყო ამათი 2025 წელი. არაფერი. ერთი ჯეკდუანის ცოდვაში ჩადგეს კიდაღამ ფეხი და გასლი რო არა საერთოდ ნულზე გაიყინებოდნენ. გუნდმა ფული და ქარის გვირაბის დრო შეინახა და მაქსიმალურად 2026 წლის სეზონზე კონცენტრირდა. სამი უქმეები უნახე და როგორც ჩანს ამ ყველაფერმა შედეგი გამოიღო. ალპინ მე-4 მანქანა აგრიცე, ნუ გასლის ალპინია მე-4. კიდე კაი არგენტინელი ხალხი არ მიყურებს, თორე უკვე ყველგან მოწერილი ექნებოდათ სასიკვდილო მესიჯები. იქამდე არ ეტკინათ არაფერი გლზაში გაზრდილ კაცს ბუენოს-აირესელი ჩმურების ეშინოდეს. რენო ალპინ ლოტუს ბენეტონი გუნდია, რომელიც ისტორიულად ერთად ადგილს არასდროსაა. არა, შეიძლება ყოველთვის შუა წელის გუნდაც წარმოვიდგინოთ, მაგრამ ხან აღმასვლა, ხან დაღმასვლა, მაგრამ უმეტესად ქვემოთ მოდიან. ამ მომენტში ფრანგული ფრენჩაიზი დარჩენილებიდან კი არა, Red Bull-ზე უფრო ჩქარია. სანამდე გაგრძელდება ეს ყველაფერი ღმერთმა იცის. სანამ ამ ვიდეოს დავამონტაჟებ, შეიძლება გუნდი საერთოდ გადანაცვლებული იყოს და ფრანგო კოლაპინტოს ნათესავებით ვწვდენ ბორბლებს. ნებისმიერი გაუაზრებელი გადაწყვეტილება, ადამიანის გაგდება თუ ნეპოტიზმი არაფრის მომცემი რო არა, ქართულ ფეხბურთშიც მშვენივრად ჩანს და ფორმულა 1-იც. უბრალოდ განსხვავებით ნებისმიერი ქართული კლუბისგან, რომელიც ევროტურნირის შესარჩევზე სახლში ოქტომბერთან განადგურდება, ალპინი რამეს მაინც აკეთებს. მუშაობს თუ არა, ეს ყველაფერი მეორე საკითხია. თქვენც აკეთეთ რაღაცეები, მაგარია. მე რო არ გამეკეთებინა, ახლა რის უყურება მოგიწევდა ღმერთმა იცის. კაი, აღარ შეგაწყეთ ეხა თავს, გაკოცეთ ჩუბზე, აბა ჰეთ, აბა ჰოთ.